მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მოგესალმებით კვლავ ჩვენი სტუდიიდან, სტუდია ანტიბიოტიკი და ირმა სმაური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ძალიან სასიხარულოა, რომ ბევრი ადამიანი გვხვდება, გვეხმიანება, რომ გისმენთო, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და არ წააგებთ თუ გამოგვიწერს, თუ მოგვისმენთ, მოისმენთ ჩვენს ხმაურს გურიიდან, მით უმეტეს სტუდია ანტიბიოტიკის არხზე ბევრი ისეთი საინტერესო სიუჟეტები და გადაცემებია გურიის რეალობიდან. ასე რომ ჩვენთვის ხართ ძალიან მაგრები. ასევე მინდა მივესალმო ჩვენს ჰეითერებს, თქვენ ხართ ჩვენთვის შიშხათი გურულად რო ვთქვათ, мотиваცია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ თქვენამდე მოდის ჩვენი ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე დაშქარებული წესით ჩავწერეთ ჩვენი პოდკასტი და მინდა მოგაწვდინოთ ჩვენი ხმა. რა უნდა გითხრათ? ვერაფერს რა გითხრათ, რით გაგახაროთო? ჩვენისანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? სუპი გაქვს, სუპ შეჭამ, მოითმენ შიმშილს, გაჭირვებას, როგორმე გადარჩე, როგორმე დამკვიდრდე, რაც გაკუცულ კოცად. ხო და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ნაბიჯი და გადაწყვეტილება ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, რომელიც კოცებისთვისაა არჩევნები, თორემ ჩვენ ვიცით, რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლებაა და თუ ის შაშან ოქტომბერში არალეგიტიმური იყო, არალეგიტიმურია ახლაც. და რა ვიცი, რომ მიხვალთ არჩევნებზე 4-ში და ვიღაცებს შემოხაზავთ, ერთი წამით ჩემი თხოვნა იქნება დაფიქრდეთ. გამოგაქვთ, ესე ვთქვათ, საკუთარი თავის განაჩენი, ვის ანდობთ ქვეყანას, ვის ანდობთ თქვენს აწმყოს და მომავალს, ამაზე წუთით რო დაფიქრდეთ, ძალიან კარგი იქნება და მადლიერი დაგისჯებით. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი გურიიდან. ამას წინათ ჩამოსული იყო რუსული პროპაგანდისტული არხი, რომლებმაც რატომღაც მხოლოდ ქოცმადიდებელი გურულები ჩაწერა ოზურგეთის ქუჩებში. და არ იფიქროთ, რომ თქვენი მთლიანად მთელი გურია ასე ფიქრობს, იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ, ჩვენს გვერდით უამრავი ადამიანი გვხვდება, რომლებიც სწორად აზროვნებენ და ხდებიან, უბრალოდ ხდებიან რა ხდება ქვეყანაში და ცდილობენ ამ ყველაფრის შეცვლას. და ძირითადი მესიჯი ამ მეოცნებე გურულების, ჩემი გურულების სამწუხაროდ იყო ის, რომ ჩვენო ვითარდებითო, თავარია იყოს მშვიდობაო, მეტი არაფერი არ გვინდაო. ამაზე მინდა გითხრათ, რომ მუშაობს პროპაგანდა. ეხლა რომელ მშვიდობაზეა საუბარი? მოდი დავიწყოთ იქედან, რომ რუსეთიდან მშვიდობა გამორიცხულია ჯერ ერთი. და მშვიდობა, სტაბილურობა და კაი ცხოვრება რომ გვინდა, სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირის მშვიდობიან ბანაკში შესვლა, ხო? და არ გვიშვებენ ესენი, არ გვიშვებენ, იმიტომ რომ რუსეთია შემოსული. ერთი ჩემი მეგობრის გამონათქვამს გავიმეორებ, ტანკის გარეშე მშვიდობიანად აბარებენ რუსეთს. ეს უნდა გაითავისოთ. მერე, როდესაც ჩვენ ამას თქვენ გეუბნებით, თქვენი საპასუხო არგუმენტი არის, რომ აბა ნაცები მოვიდეს, ესეც სწორედ რუსული პროპაგანდის ნარატივია, რომ თქვენ სწორი აზროვნების, სწორი გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, ნაბიჯები შეგეშალოთ და იფიქროთ თქვენი თავის სასიანოდ. გურიის მშვიდობაზე მინდა ვთქვა, დაკეტილი სახლები, ემიგრაციაში გაქცეული ახალგაზრდები, დედები. იცით მე რამდენი მოსწავლე მიზის გაკვეთილზე, რომელსაც დედა ენატრება და დედებს შვილი, იმიტომ რომ უბრალოდ საარსებო წყარო არ ქონდათ და ემიგრაციაში წავიდნენ. გადახედეთ თქვენ საახლობლოს, სამეზობლოს, რომ დაგჭირდეს წყალის მომწოდებელი არა, სოფლები დაცარიელებულია. ხილი, ციტრუსი, რომელიც გურიის მარჩენალი იყო, აბსოლუტურად არ არსებობს. მათხოვრული ფასები აქვს და ამით თავი არ ირჩინება. პენსიონერებს პენსიის სესხები გაქვთ. წამლებს ვერ ყიდულობთ. გაჭირვება, სიდუხჭირია, ყანები ნახევარი არ დათესილა.
რა ვიცი, საოცარი კატასტროფული მდგომარეობა ისედაც გაარებებულ გურიაში და გაქვთ მშვიდობა ხალხო, არ გაქვთ მშვიდობა. არაფერს ვამბობ იმაზე, რა რეჟიმი მყარდება, როგორი უსამართლობა, დაჭერები, რეპრესიები, პოლიციური რეჟიმი მყარდება, თქვენ გონიათ მარტო ჩვენ მოგვადგებიან? თქვენც მოგადგებიან, თქვენ შვილებსაც, იმიტომ რომ პოლიციურ რეჟიმს ადამიანი არ უყვარს. დავიჯეროთ ცხოვრებაში ერთხელ პროტესტი არ გაგიჩნდებათ? გაგიჩნდებათ. საარჩევნო კამპანიას აწარმოებს ოცნება გურიაში და მთლიანად საქართველოში. ერთხელ თუ დაფიქრებულ ხართ იმაზე, რომ მერების საარჩევნო კამპანია არ გაცდა რას, გზებს დაგიგებთ, გაჩერებას გაგიკეთებთ და ესა რა ქვია, სასრიალო, ბავშვების სასრიალოები იმაზე, რა ქვია, სოფლებში. ამის იქით პარკებში არის წერია, ხემაინც ნაცები შადრევნებს აკეთებდა. ესე იგი, ამის იქით არ მიდიან. და როდესაც მერის საარჩევნო პროგრამას კითხულობთ და არაფერი რეალური, სადაც არ წერია ახალი სამსახურები, ახალი საწარმოები, თქვენი ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და უბრალოდ ამის იქით, ამ დაპირების იქით არ მიდიან, არ უნდა დაფიქრდეთ, გაბოლებენ? არ უნდა იფიქროთ, რომ გაწუებენ? ხომ უნდა იფიქროთ, რა სახლები გადაგიხურეს, სტიქით დაზარელებულ ოჯახებს სახურავები დაგერიგეს? სახურავების ფასი იცით, ხელობის ფასი იცით, იმის ნახევარი თანხა დაარიცხეს ახლა. ფაქტიურად იმით სახურავებს ვერ გადახურავთ და არ გიჩვენიათ ისეთ ქვეყანაში იცხოვროთ, რომ თქვენ გქონდეთ იმის საშუალება, თქვენ იყიდოთ სახლის სახურავი, თქვენ შეარჩიოთ, არ გინდათ დასაქმდეთ და ხომ უნდა იფიქროთ ამაზე, რომ იყენებენ თქვენს გულუბრყვილობას, იყენებენ თქვენს შემგუებლობას, როდესაც ეგუები ხელს აწერს მონობას. ამას როდესაც გეუბნებით, თქვენგან მოდის საოცარი ტალახი. ჩვენ ეს არ გვწყინს, იმიტომ რომ მოყვარეს პირში უძრახე და მტერს პირს უკანო. თავარია, რომ თქვენ ოდესმე დაიჭვდეთ ამაზე. იფიქროთ ამაზე, თორემ ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, ჩვენ ბრძოლას კვლავ ვაგრძელებთ. რაც შეეხება გზების დაგებას, ნებისმიერი თავმოყვარე გზამ უნდა გაუძლოს 7-დან 10 წლამდე. არ უნდა გაბუჩდეს, არ უნდა დაზიანდეს. სპეციალურად აგებენ გზებს, რომ 3 წლის შემდეგ გამოვიდეს მდგომარეობიდან ამორტიზირებული გახდეს, რომ მერე ხელახლა შეაკეთონ და მერე კიდევ უფრო ბევრი ფული მოტეხონ ამაში. ამიტომ არის გზებზე აპელირება და თანაც 21 საუკუნეა და მარტო გზებზე და მარტო წყლის გაყვანილობაზე როა საუბარი, ვერ მიხვდით რომ სასაცილო სიტუაციაში ვართ და ქვისხანაში. მერე ვინ დადის ამ დაგებულ გზაზე? ამ მოპარულ განახევრებულ დაუშვათ სამიაღვრე არხების გარეშე დაგებულ გზებზე, რო გაწვიმდება ვენეცია, რომა, ყველა ქუჩაში. ვინ დადიხართ ამ დაგებულ გზებზე? შიერი, გაჭირებული, ბანკის ვალებით გამოტენილი, დაფიქრებული, გასაქცევად გამზადებული, გამოროტებული ადამიანი. მერე მიდიხარ და მაინც ოცნებას აძლევ ხმას. მიხვდით როგორ დღეში ჩაგაგდეს? მიხვდით როგორ გაგასულელეს? იფიქრეთ ამაზე. ძალიან დიდი შიში აქვს რუსულ რეჟიმს 4 ოქტომბრის. იმიტომ რომ 4 ოქტომბერი ფაქტიურად არჩევნები არ არის. ეს არის რუსული სპეცოპერაცია და ყველა ადამიანი, ვინც მიხვალთ და შემოხაზავთ არჩევნებზე, ოცნებას ჩათვალეთ, რომ რუსული საქმის გამხორციელებელი ხართ ქვეყანაში. ანწუხელიძის სამშობლო ბოდიშ არ მოიხდის, მაგრამ თქვენ ბოდიშს კი არა. რუსეთის წინაშე წაკუზული მონები ხართ. მაპატიეთ ამ კაცრი გამონათქვამისთვის, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. კონკურენტი ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში არ ყავს. ლელო და კახარია ჩვეულებრივი ოცნების სატელიტი პარტიებია. და ჩათვალეთ, რომ
დავბრუნდით კომუნიზმის პერიოდში და არჩევნებში მონაწილეობას იღებს ერთი პარტია, მაგრამ თვით კომუნისტებს არ მიუყენებია ისეთი გამოუსწორებელი ზარალი საქართველოსთვის, როგორც ქართული ოცნება აკეთებს ამას. 4 ოქტომბრის პროტესტის ძალიან დიდი შიში აქვთ. უკვე დასდევენ სტუდენტებს, დასდევენ აქტივისტებს, იჭერენ. საერთოდ რომ დანაშაული არაფერი არ ჩაუდენი ადამიანს, მიაკერებენ ისეთ დანაშაულს, რომელიც მათ აწყობს და სისხლის სამართალზე უშვებენ იმ წუთში. მეტი კი არაფერი არ ხდებოდა 37 წლის რეპრესიების დროს. გვირაზე აბრალებდნენ ადამიანს, რომ არის ტიციან ტაბიძე იყო თუ დაუშვათ პაოლო იაშვილი იყო თუ სანდრო ახმეტელი იყო თუ ნებისმიერი ესე თქვა რეპრესირებული, მონათლული იყვნენ ან საფრანგეთის აგენტებად, ან უცხო ქვეყნის აგენტებად, ვითომ გაყავეს სახელმწიფო გადატრიალება ჰქონდათ ჩაფიქრებული, ან გვირაბი გაყავდათ საიდანაც. ანუ ესეთი ზუსტად იგივე ხდება. ახლა ფაქტიურად ჩვენ ვართ ჩაბარებული რუსეთთან და სანამ პროტესტია თუნდაც რუსთაველზე, თუნდაც ნებისმიერი ადამიანის, თითოეული ადამიანის, თითოეულ სოფელში ან ქალაქში არის ადამიანი, ვინც ამას აპროტესტებს, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვართ დაპყრობილი, თორემ უკვე რუსეთი ჩვენში გაფორმებულია, იმიტომ რომ ყველა ხიდი ცივილურ სამყაროსთან, ევროკავშირის ქვეყნებთან ამათ დაწვეს, იმიტომ რომ მოსკოვის დაკვეთას ასრულებენ. და მე მინდა რომ ეგრეთ წოდებული ესე თქვათ რუსული სპეცოპერაციის ანუ არჩევნების წინ ეს თქვენ ცნობიეროთ. აბა ჩვენ ის ადამიანები, ვინც სამშობლოს თავისუფლებისათვის ვიბრძვით და წინსვლისთვის, რუსთაველზე ვიქნებით 4 ოქტომბერს და დაინახავთ რამდენი ვიქნებით. მე არ მწამს და არ მჯერა საბჭოური მენტალიტეტის ადამიანების, იმიტომ რომ ისინი მოწამლული არიან და კოლონიალური მენტალობა 10 წლეულების განმავლობაში ჩაუნერგა რუსეთმა. მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებმაც ევროპაში ცხოვრენ, ფული ევროპაში იშოვენ, ჩამოდიან და დღეს ქოცებს აძლევენ ხმას. მე მწამს მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებული ახალგაზრდების, ასევე ძველი თაობის იმ ნაწილის, რომელიც ვერ მოწამლა რუსეთმა და ვიცით რომ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე. დაგვიჭერონ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებს აუქმებენ, იბრძვიან კრიტიკულ მედიებს, ანუ თავისუფალ ხმას, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ, ყველას ვერ დაიჭერენ. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ რუსეთი არ გადაშენდება ჩემი ქვეყნიდან. ამისი გჯეროდეთ. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ და შეიძლება მოხდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ ბრძოლას ჩვენ არ შევწყვეტთ. ამის იმედი გქონდეთ. რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, გმირების შთამომავლები და გმირები მტრებს არ ემონებიან. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ანტიბიოტიკი და გჯეროდეთ იმის, რომ აუცილებლად იქნება ნათელი, რადგან ნათელი იგი ბნელსაში დგას და ბნელი მას ვერ აეწია. მიყვარხართ ძალიან, გაუმარჯოს თავისუფალ ევროპულ საქართველოს.